თუ თქვენი ბავშვი დაიბადა ნებისმიერი თვის 20 რიცხვში, ასეთი ბავშვი გამოირჩევა საყვარელი ადამიანების მიმართ ზრუნვით, ის საკმაოდ გონიერია, იცის როგორ გამოხატოს თავისი აზრები, მას აქვს ჭერმეტყველების უნარი, საერთოდ უყვარს ფილოსოფია, შეუძლია სიტუაციების ანალიზი, პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მოვალეობებს, არის დაკვირვებული, სამართლიანი, ის პატივისცემს უფროსებს, შეუძლია პატიება, ხშირად ის ოჯახში ფავორიტად იქცევა. ბავშვობიდანვე სვავს რთულ კითხვებს სიცოცხლესა და სიკვდილზე, ღმერთზე, უყვარს ეკლესიაში სიარული, აკეთებს ღრმა ფილოსოფიურ დასკვნებს ადამიანებს შორის ურთიერთობებზე, ზოგადად სამყაროს შესახებ, აძლევს რჩევას თანატოლებს. ასეთი ბავშვი ხშირად ინტერესდება დედამიწის უძველესი წმინდა ადგილებით, საერთოდ ცივილიზაციით, აქვს მომატებული მგრძნობელობა და საერთოდ მიდრეკილია ენერგიების მიმართ. შეიძლება ჰქონდეს წინასწარმეტყველური სიზმრები, ნათელმხელველის შესაძლებლობები და დასრულ ასაკში შეიძლება იყოს დაკავებული საერთოდ ოკულტური მეცნიერებით, ეზოთერიკით ან ფსიქოლოგიით, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ ბავშვი ავლენს უარყოფით თვისებებს, შესაძლოა ბავშვობიდანვე ჰქონდეს სირთულეები ოჯახში ასეთ ბავშვს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, ის ხშირად განცალკევდება მათგან და ყოველთვის სურს რომ თავისი გზით წავიდეს. შეიძლება ხშირად სხვებს ადანაშაულებდეს თავის პრობლემებში და ვერ ხედავდეს თავის დანაშაულს მოცემულ სიტუაციაში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოჯახთან კონტაქტის დამყარება და საერთოდ საყვარელ ადამიანებისგან ისწავლოს დახმარების თხოვნა. ასევე საპირისპირო სიტუაცია, როდესაც ბავშვი მთელ ოჯახს საკუთარ ინტერესებზე დამოკიდებულს ხდის, ამ მთლიანად სწირავს სიცოცხლეს ოჯახის ინტერესების გამო. ამ შემთხვევაში შეიძლება არ ესმოდეს საკუთარი სურვილები და ღირებულებები და უფროსების გადაუჭრელი პრობლემების გავლენით ბავშვს შეუძლია გახდეს აგრესიული და კატეგორიული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვი ბავშვობიდანვე შეეჩვიოს ფიზიკურ დისციპლინას, აქტიურ დასვენებას, ასევე ყოველდღიურ რუტინას და წესრიგს და იდეალურია თუ ასეთ ბავშვს ყავს საერთოდ შინაური ცხოველი, რადგან ეს თავისი მზრუნველობა და სიყვარული მასზე გადაიტანოს.